აი წარმოგიდგენია, შენი მაცივარი ან თუნდაც კონდიციონერი რომ მუშაობდეს. ყოველგვარი გამაგრილებელი აირების გარეშე. იმ აირების ჩვენს ატმოსფეროს რომ აზიანებენ და თანაც როგორ? უბრალოდ მაგნიტების ძალით. ცოტა ფანტასტიკურად ხო არ ჟღერს, მაგრამ აი თურმე სულაც არა. ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს და თან გუპირდება არა მხოლოდ თქვათ მეტ ეფექტურობას, არამედ შეიძლება მთელი გაგრილების სფერო შეცვალოს. აბა ვნახოთ რა შეასახმე. ზუსტად, ჩვენ ვსაუბრობთ ესე იგი კალორიულ ეფექტებზე დაფუძნებულ გაგრილებაზე. კონკრეტულად კი მაგნიტო-კალორიულ ეფექტზე. ეს არის, უნდა ითქვას, ძალიან პერსპექტიული ალტერნატივა იმ ტრადიციული ორთქლ-კომპრესიული სისტემების, აი საუკუნეზე მეტი არ ვიყენებთ მაცივრებსა და კონდიციონერებში. და მთავარი პრობლემა ხომ ის გამაგრილებელი აგენტებია, რეფრიჯერანტები. მაგალითად, ჰიდროფთორნახშირბადები, ანუ HFCs. HFCs. აი ეს ის ნივთიერებები ამ გონი კლიმატზე რომ ძალიან ცუდად მოქმედებს, არა? დიახ, ზუსტად. და თან საკმაოდ სერიოზულად. ზოგიერთი HFC წარმოიდგინე სათბურის ეფექტის მხრივ 1000-ობით ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე იგივე ნახშირორჟანგი. ამიტომ მათზე უარის თქმა არის, რა ვიცი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და მაგნიტური გაგრილება სწორედ ამის ერთ-ერთ გზას გვთავაზობს. თანაც პოტენციურად შეიძლება უფრო ეფექტურსაც კი. საოცარია პირდაპირ, მაგრამ აი როგორ ახერხებს მყარი ნივთიერება და მაგნიტური ველი იმას, რასაც აქამდე აირი აკეთებდა წნევის წვრილებით. ანუ როგორ წვლის ტემპერატურას? ძირითადი პრინციპი ესე იგი მაგნიტო-კალორიულ ეფექტს ემყარება. არის გარკვეული სპეციალური მასალები, რომლებიც მაგნიტურ ველში რომ მოათავსებთ, თბებიან, ხოლო ველიდან თუ გამოიღებ, ცივდებიან. აი, წარმოიდგინე ასეთი 4-საფეხურიანი ციკლი. ძალიან გავს ისე ტრადიციული მაცივრის ციკლს. ოღონდ აირის ნაცვლად მყარი მასალა გვაქვს. პირველი, ვიღებთ ამ სპეციალურ მაგნიტო-კალორიულ მასალას. მაგალითად ვთქვათ, იშვიათ მიწათა ლითონს, გადოლინიუმს, ან უფრო ახალ შენადნობებს, აი, ლანთანუმის, რკინის და სილიციუმის შენადნობი, LaFeSi. მეორე, ამ მასალას ვათავსებთ ძლიერ მაგნიტურ ველში. ამ დროს რა ხდება? მასალის შიდა მაგნიტური სტრუქტურა, ასე ვთქვათ, წესრიგდება და ის სითბოს გამოყოფს. ანუ თბება. თბება. მესამე, ამ გახურებულ მასალას სითბოს ვართმევთ. ნუ მაგალითად წყლის ან რამე სხვა სითხის ცირკულაციით. და მეოთხე, ბოლო ეტაპი, მასალას ვიღებთ მაგნიტური ველიდან. მისი შიდა სტრუქტურა ისე უწესრიგო ხდება და ამ პროცესში ის სითბოს შთანთქავს, ანუ მკვეთრად ცივდება. ანუ ცივდება იმაზე მეტადაც ვიდრე გარემოა. დიახ, ბევრად უფრო მეტად და სწორედ აი ამ სიცივეს ვიყენებთ მე, მაცივრის კამერის გასაგრილებლად ან ოთახის. ისე კი მაგნიტური ველის ჩართვა გამორთვით ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს, ამ გათბობა გაციებას. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ის კომპრესორი, აი დღევანდელ მაცივრებში ყველაზე ხმაურიანი და ხშირად პრობლემური ნაწილი შეიძლება აღარ დაგჭირდეს. ეს ხო სულ ცვლის ყველაფერს. სად ვართ პრაქტიკული გამოყენების მხრივ? კვლევები ძალიან აქტიურად მიდის ნამდვილად და უკვე გვაქვს საკმაოდ შთამებეჭდავი პროტოტიპებიც, მაგალითად ASH-ში, AIMS-ის ეროვნულ ლაბორატორიაში შექმნეს მაგნიტო-კალორიული სითბური ტუმბოს პროტოტიპი. ანუ ამ ეფექტზე დაფუძნებული გამათბობელ გამაგრილებლის. ისინი იყენებდნენ ბრუნავ მუდმივ მაგნიტებს და სპეციალურ ფენებს, სადაც ეს მაგნიტო-კალორიული მასალის ნაწილაკებია მოთავსებული. და მათი მთავარი მიზანია, რომ გაზარდონ სისტემის სიმძლავრის სიმკვრივე. ანუ რაც შეიძლება მეტი სიმძლავრე მიიღონ, რაც შეიძლება პატარა და მსუბუქი მოწყობილობიდან. ეს აუცილებელია, რომ ტექნოლოგია გახდეს კონკურენტუნარიანი და ფასითაც მისაღები. განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო დონისთვის, აი დაახლოებით 1 კილოვატამდე სიმძლავრის სეგმენტში. გასაგებია. ანუ მუშაობენ იმაზე, რომ მალე ჩვენს სახლებშიც თქვა გაჩნდეს ასეთი მაცივრები? ხო, საბოლოო მიზანი ეს არის, რა თქმა უნდა. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კომერციული სექტორი უფრო სწრაფად ინტერესდება. ევროპაში მაგალითად ფრანგულ-გერმანული კომპანია მაგნიტორიკ უკვე აწარმოებს სამაცივრე ვიტრინებს, აი სუპერმარკეტებისთვის და გეგმავენ უფრო დიდ 6 კილოვატზე მეტი სიმძლავრის დანადგარების გამოშვებასაც, ისევ სუპერმარკეტებისთვის და ასევე მონაცემთა ცენტრებისთვის. ამ უკანასკნელს ხომ უზარმაზარი გაგრილება სჭირდებათ მუდმივად. ასევე გერმანული კომპანია Magnotherm უკვე ყიდის კიდეც კომერციულ სამაცივრე დანადგარის ფასი დაახლოებით $7,000 მგონი და განკუთვნილია საცალო ვაჭრობის, სასტუმროების, სამედიცინო დაწესებულებებისთვის. გასაგებია. ისე მაინტერესებს სხვა მსგავსი კალორიული მეთოდები თუ არსებობს. მიმსმენია მაგალითად ელასტოკალორიულ ეფექტზე, ანუ მასალის გაციება რომ ხდება მისი მექანიკური დაჭიმით ან მოხრით. ზოგი კვლევა იმასაც ამბობს, რომ ეს მეთოდი შეიძლება უფრო ეფექტურიც იყოს და თან არ ჭირდება ის მუდმივი მაგნიტები, რომლებიც ხშირად იშვიათ და ძვირ მასალებს შეიცავს. რატომ მაინც და მაინც მაგნიტური გაგრილება ითვლება ასეთ პერსპექტიულად? მართალია კი, კალორიული ეფექტები ბევრია. ელასტოკალორიული, ანუ მექანიკური სტრესით გამოწვეული, ბაროკალორიულიც არის წნევით, ელექტროკალორიულიც ელექტრული ველით. ელასტოკალორიულს ნამდვილად აქვს თავისი პოტენციალი, ან მნიშვნელოვანია მასალების გამძლეობა. აი ელასტოკალორიულ სისტემებში მასალა ხომ მუდმივად განიცდის მექანიკურ დატვირთვას. იჭიმება, ეშვება, თან მილიონობით ჯერ. ეს ქმნის ძალიან სერიოზულ გამოწვევას მასალის დაღლის, მწყობრიდან გამოსulis კუთხით. მაგნიტოკალორიულ სისტემებში კი ასეთი პირდაპირი მექანიკური ცვეთა პრინციპში ნაკლებია. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? ეს ნიშნავს, რომ ის მომავალი, სადაც შენი მაცივარი თუ კონდიციონერი არა მხოლოდ ენერგოეფექტური და ალბათ უფრო ჩუმია, არამედ არაზიანებს ჩვენს პლანეტას საშიში ქიმიკატებით. ეს მომავალი შესაძლოა ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გონია. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. კი ბატონო. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი კითხვები მაინც რჩება. რამდენად სწრაფად მოხდება ამ ტექნოლოგიის ვთქვათ მასშტაბირება? ფასის შემცირება. შეძლებს კი სრულად ჩაანაცვლოს 10 წლეულების განმავლობაში დახვეწილი, მაგრამ ეკოლოგიურად პრობლემური ორთქლ-კომპრესიული სისტემები. და კიდევ, რა გამოწვევებია დასაძლევი ინჟინერებისთვის? მასალების მხრივ, ეფექტურობის, გამძლეობის კუთხით. აი ეს ის საკითხებია, რაზეც ღირს დაფიქრება, როდესაც შემდეგ ჯერზე შენი მაცივრის ან კონდიციონერის ხმას გაიგონებ. ნამდვილად. და თუ ეს სიღრმისეული განხილვა შენთვის საინტერესო აღმოჩნდა და გინდა რომ მეტი გაიგო მსგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, მაშინ მოიწონე ეს ვიდეო და აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი. ასე დაგვეხმარები რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს.